აქციის მონაწილეების მცდელობის მიუხედავად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ პროკურატურის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. მენეშენეები, რომლებიც პროკურატურისგან საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ, აცხადებდნენ, რომ დედაქალაქის მერიისგან აქციის გამართვასა და კარვის გაშლაზე ნებართვა მიიღეს. 50 მეტრის რადიუსში თუ არ ვახდით ბლოკირებას, გადაკეტვას, გზის, საზოგადოებრივ წესრიგს არ ვარღვევთ, შეგვიძლია კარვის გაშლა. ისიც არ იციან, რომ რის საფუძვლით ეუბნებიან ადამიანებს ვარს კარვის გაშლაზე. ეხან ეკითხებოდა ერთ-ერთი პატრული რეკავდა სადღაც და ეკითხებოდა რისი საფუძვლით უთხრა ვარი კარვის გაშლაზეო. აი როცა არაფერი არ იციან და მოდიან ესე საზოგადოებასთან ცოდვებიან. აქციის მონაწილეები მათ საჩივრებზე არჩილ კრილაშვილისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. მენეშენეები აცხადებენ, რომ კომპანია ცენტრპოინტის მიერ 6200-მდე ოჯახია დაზარალებული, რომლებიც შეძენილ საცხოვრებელ ფართს ამ დრომდე უშედეგოდელიან. გითხრეს წინ აქციაზე რომ გადმოგიფორმებთ ბინებსო. მივედით და გვეუბნებიან რომ დავალიანება ახლა და ვერ გვიფორმებენ. მოვითხოვთ გადმოგვიფორმოთ გასუდავებული იპოთეკიდან და ყველაფრიდან განთავისუფლებული ბინები და არა შენებარი არ მაკმაყოფილებს. მე მინდა ჩემი ბინა იყოს ჩემი საკუთრება. 5 წლის წინ ვიყიდე ეს ბინა 4 თვეში შეხვალო. სახკარი არა მაქვს და აი ასე დღეში გამწარებული ვარ. თაღლითური გამოძალვა, რომელიც მოხდა ცენტრპოინტის მიერ, იქნეს გამოძიებული, ჩვენი ქონება, ჩვენი თანხა დაგვიბრუნონ უკან. თავრობა რო შეიცვალა, ესე იგი ისევ ხელმეორედ შევიტანებდა. პასუხი ვერ მივიღეთ რა. უფრო სწორედ ისეთი რომ ჩვენ ვიგრძნოთ რომ ცენტრპოინტი რაღაცა ვალდებულებას იღებს თავის თავზე. აქციის მონაწილეებთან მივიდა პროკურატურის წარმომადგენელი, საგამოძიებო ნაწილის მრჩეველი მათ საქმის ობიექტურ გამოძიებას დაპირდა. თქვენი საკითხი მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან ფართო მასშტაბებს მოიცავს და ამ სერიოზული გამოძიება ჭირდებოდა. საგამოძიებო ჯგუფი უნდა გაძლიერდეს. ჩვენ პირადად გამოძიებელთან ჩვენ არავითარი პრეტენზია არ გვაქვს. რომელიც დაკავებულია ამ საქმით. ვიცნობთ კიდევაც, მაყოფილები ვართ მათი მუშაობით, მაგრამ არ არის საკმარისი. მათი რესურსები. დღესვე აქციის მონაწილეებმა შიმშილობა გამოაცხადეს, მათი თქმით საქმის გამოძიებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. აქციის მიმდინარეობისას კი ერთ-ერთი მონაწილეს შეუძლოდ გახდა. არ გვაძლევენ უფლებას რომ კარავი გავშალოთ, მჯდომიარე შიმშილობას პროკურატურის წინ. ბოლო წუთამდე ვიჯდებით. არანაირად არ წავალთ. დეველოპერული კომპანია ცენტრპოინტის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მენაშენეებისთვის ბინების გადაცემა გარკვეული პრობლემების გამო შეფერხდა, თუმცა მაიარჩეულიშვილის თქმით, კომპანია ყველა პრობლემას ბინების გადაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში გადაჭრის. მე ყველას ვაკმაყოფილებ, მე ვაღიარებ პრობლემურ ობიექტებს. პარალელურად რომელ ობიექტებსაც პრობლემა არ გააჩნია და დამთავრებულია, ვცემ საჯარო რეესტრის ამონაწერებს. მთავარ პროკურატურასთან აქციის დაწყებამდე საგამოძიებო უწყებამ ცენტრპოინტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპისთვის მოწმის სახით 24 პირი, მათ შორის მენეშენეებიც დაიკითხნენ. ასევე დაიკითხებიან ის პირები, რომლებსაც არამიზნობრივად გატანილი აქვთ დიდი ოდენობის თანხები. ოფიციალური განცხადების მიხედვით მენეშენთა კუთვნილი თანხების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით უკვე 20-მდე ფაქტია გამოვლენილი.